მოგესალმებით ყველას, როგორ ხართ? მადლობთ, რომ უსმენთ ჯორჯია პოდკასტ ჩემთან ერთად. ჯორჯია პოდკასტი არის არხი ქართული ენის შემსწავლელთათვის. ამ არხზე შეგიძლიათ მოусმინოთ პოდკასტს საქართველოსა და ქართული ენის შესახებ. დღევანდელი პოდკასტი ეხება ჩემს ირლანდიაში ცხოვრების გამოცდილებას. ამ წლის მარტში 3 წელი შესრულდა, რაც ირლანდიაში ვცხოვრობ. და ამიტომ გადავწყვიტე გამეზიარებინა ჩემი პირადი გამოცდილება. ამ პოდკასტში ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მომწონს ირლანდიაში და გაგიზიარებთ ჩემს პირად გამოცდილებას. ირლანდიაში ცხოვრების დროს ბევრი პოზიტიური გამოცდილება მივიღე და მიხარია, რომ ეს ქვეყანა ავირჩია საცხოვრებლად. განსაკუთრებით გამოვარჩევდი 5 რამეს, რაც განსაკუთრებით მომწონს ირლანდიაში. მეგობრული ადამიანები, ინგლისური აქცენტი, სამუშაო გარემო, მრავალეროვანი საზოგადოება, სწავლის შესაძლებლობა. პირველი, რაც ყველაზე მეტად მომწონს ირლანდიაში, არის მეგობრული ხალხი. როცა პირველად ჩამოვედი აქ, შევხვდი და გავიცანი ბევრი ირლანდიელი, როგორც სამუშაოზე, ისე კოლეჯში. ირლანდიელები, რომლებთანაც მე მქონდა ურთიერთობა, ძალიან კეთილი, მეგობრული და სასიამოვნო ხალხი იყო. როგორც კოლეჯში, ისე სამუშაოზე თავიდან მეც მქონდა ენის ბარიერი. თუმცა გარშემო მყოფი ადამიანების დახმარებით მალე შევეჩვიე ახალ გარემოს. სამსახურშიც როცა რამე გამჭირვებია და თანამშრომელისთვის მიკითხავს, ყოველთვის მთელი გულით მეხმარებოდნენ. ვფიქრობ, ირლანდიელები ძალიან პოზიტიური ხალხია და ისინი ყველაფერს მომღიმარის სახით უდგებიან. ვინც ირლანდიაში ყოფილხართ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ირლანდიელი ხალხი გამოირჩევა თავისი მეგობრულობით და იუმორით. შემდეგი, რაც მინდა აღვნიშნო ირლანდიასთან დაკავშირებით, არის ინგლისური აქცენტი. ინგლისური და ირლანდიური ირლანდიის ოფიციალური ენებია. ირლანდიური ენა ყოველდღიურ საუბარში არ გამოიყენება, თუმცა სკოლაში სავალდებულო საგანია და გარეთაც ხშირად შეხვდებით წარწერებს ირლანდიურ ენაზე. ირლანდიური ენის აქცენტი ამერიკული და ბრიტანული აქცენტისგან განსხვავდება ხმოვნების და თანხმოვნების გამოთქმით. იმის მიუხედავად, რომ მე თავიდან საკმაოდ გამიჭირდა აქაურ აქცენტთან შეჩვევა, მაინც ვფიქრობ, რომ ირლანდიური აქცენტი საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენია. ირლანდიის კიდევ ერთი დადებითი მხარე არის სამუშაო გარემო. ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ აქაური კომპანიის სამუშაო გარემო არ არის დაძაბული და სტრესული. ბევრი კომპანია სთავაზობს თავის თანამშრომლებს ჰიბრიდული მუშაობის განრიგს. მეც წინა სამსახურში მხოლოდ 2 დღე დავდიოდი ოფისში, 3 დღე კი სახლიდან მუშაობდი. ასეთი რეჟიმი საკმაოდ მოსახერხებელია და საშუალებას გაძლევს დრო დაუთმო განტვირთვას და დასვენებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ირლანდიაში იშვიათია იმაზე მეტი დროით მუშაობა, რაც განრიგით მოგეთხოვება. ანუ რასაც ინგლისურად overtime-ს ვეძახით. საერთო ჯამში ვფიქრობ, აქ კარგი გარემოა პროფესიული განვითარებისთვის. კიდევ ერთი რამ, რაც მომწონს ირლანდიაში, არის ის, რომ აქ შეხვდებით სხვადასხვა ეროვნების ადამიანს და არის მრავალეროვანი საზოგადოება. ჩემს წინა სამსახურში მე მყავდა ბრაზილიელი, ესპანელი, ინდოელი და კორეელი თანამშრომლები. სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანებთან ურთიერთობამ ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, რადგან ამან საშუალება მომცა გავცნობოდი ახალ კულტურებს. იქიდან გამომდინარე, რომ ირლანდიაში სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს, აქ შეგიძლიათ გასინჯოთ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო და კერძები, ასევე დაესწროთ სხვადასხვა ეროვნების კულტურულ ღონისძიებებს.
ბოლოს ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ირლანდია ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია განათლების მიღებისთვის. პირველ რიგში, ირლანდიის უპირატესობა არის ის, რომ ინგლისურენოვანი ქვეყანაა და სწავლაც ინგლისურად არის. ამასთან ერთად, ბევრ უნივერსიტეტს აქვს ონლაინ კურსები სხვადასხვა საგანში. მე რაც ყველაზე მეტად მომეწონა არის ის, რომ კურსები გათვალისწინებულია სხვადასხვა ასაკის და გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის. მაგალითად არის ისეთი კურსების დასრულებისათვის, ვისაც უნდა უნივერსიტეტში სწავლა დასრულ ასაკში და ვინც არ აკმაყოფილებს წინაპირობებს. ვფიქრობ, განათლების ასეთი სისტემა ხელს უწყობს ყველა ადამიანს სწავლის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. დღევანდელი პოდკასტი იყო ჩემი ირლანდიაში ცხოვრების გამოცდილების შესახებ. იმედია მოგეწონათ დღევანდელი თემა. პოდკასტის ტექსტის სანახავად გთხოვთ გადმოიწეროთ ფაილი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოს აღწერაში. დიდი მადლობა მოსმენისთვის და გთხოვთ გამოიწეროთ არხი თუ გაინტერესებთ ქართული ენის შესწავლა და გსურთ მეტი ვიდეო ნახოთ. გთხოვთ ასევე ეწვიოთ ჩემს საიტს და ბლოგს, სადაც მე ვასწავლი ქართულ ენას. მადლობა და შემდეგ პოდკასტამდე.